ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ, სირიის ახალი ხელისუფლება რუსებს თავისუფლად აძლევს. დღეს, 10 აგვისტოს, სირიამ და რუსეთმა ახალი მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომავალს ტარტუსში და ხმეიმიმის აეროდრომზე. ეს არის 1 წლისა და ნახევრის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, სამოქალაქო, სრულიად სამოქალაქო. ინფრასტრუქტურა, ეს არის ხმეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის მორტის მეოთხე კომერციული ნავმისადგომი. სრულად გადადის სირიის ხელისუფლების კონტროლში. ხოლო თავად სამხედრო ობიექტები იცვლიან სტატუსს და გახდებიან ერთობლივი სასწავლო ცენტრები. ანუ ეხლა რუსები აღარ აკონტროლებენ სირიის სამხედრო ბაზებს, ისინი იქ არიან დაქირავებული სპეციალისტების სტატუსით. თუ ბაშარ ალ-ასადის დროს რუსებს სრული კონტროლი ჰქონდათ ბაზებსა და მთელ ინფრასტრუქტურაზე ამ ორ რაიონში, ეხლა სირიამ ეს ბაზები თავის მფლობელობაში დააბრუნა. მაგრამ დამასკოს ჯერ არ შეუძლია რუსეთის ბოლომდე გაძევება. მიზეზი ნავთობის მიწოდება. ამიტომ ამ გამოშვებაში დეტალურად განვიხილავთ სამხედრო ბაზების შეთანხმების დეტალებს, რუსების სტატუსი როგორც დაქირავებული სპეციალისტებისა, შეზღუდული უფლებებით და რატომ სირია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს რუსების სრულად გაძევებას. მიუხედავად იმისა, რომ სირიის ახალი პრეზიდენტი საბოლოოდ დასავლეთზე გადაამახვილებს ქვეყნის კურსს, სპოილერი, რუსების საკითხზე გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტი სთავაზობს ტრამპს. სირიის პრეზიდენტი, ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ, ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. თქვენთვის ეს მხოლოდ ერთი წამია. მადლობელი ვიქნები თუ გამოიწერთ. მოდით დავიწყოთ თავად მემორანდუმით რუსეთსა და სირიის შორის, რომელიც დღეს გაფორმდა. როიტერის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება აიღებს კონტროლს ყველა სამოქალაქო ობიექტზე. მათ შორის ხმეიმიმის აეროპორტსა და ტარტუსის პორტის კომერციულ ნავსადგურს, რაც საშუალებას მისცემს მათ ეტაპობრივად ინტეგრირდნენ სირიის სამოქალაქო მმართველობის სისტემაში. სამხედრო ობიექტები გადაკეთდება ერთობლივ სასწავლო ცენტრებად, ახალი შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესებს. გარდამავალი პერიოდის დასრულება 3 თვეშია დაგეგმილი. ცალკე სირიის პორტებისა და საბაჟოს მთავარი სამმართველომ დააზუსტა, რომ ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა ტარტუსის პორტში არსებული ყველა კომერციული ობიექტი, რომელსაც ადრე სრულად მართავდა რუსეთი. მათ შორის მეოთხე ნავმისადგომი, ასევე მასთან დაკავშირებული საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტი დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მთელი მოლაპარაკებების განმავლობაში, რომელიც ხსნის ახალ ეტაპს ორმხრივ ურთიერთობებში. შემდეგ ციტატა. წელიწად ნახევრის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა ხმეიმიმისა და ტარტუსის ორ რუსულ ბაზასთან დაკავშირებული ბედი. ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით, რომელშიც აღწერილია ორ მხარეს შორის ურთიერთობების შემდეგი ეტაპის თავისებურებები. აქ მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტი. რუსეთის ხელისუფლება სირიის მხარის განცხადებებს ჯერჯერობით ოფიციალურად არნაერად არ აკომენტარებს. დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სიახლეში რუსეთისთვის არანაირი გამარჯვება არ არის. რომ ყოფილიყო, უკვე იყვირებდნენ, ნახეთ, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა სირიაში. მაშინაც კი როცა ბაშარ ასადის შემდეგ ახალი პრეზიდენტია, ისიც ჩვენთან ერთადაა. არა, ისინი სრულიად დუმან ამ მემორანდუმზე. იმიტომ რომ თუ დაეწრებენ კომენტირებას, აღმოჩნდება, რომ რუსების უფლებები სირიაში, როგორც ითქვიან, ახლა ძალიან შეზღუდულია. და ფაქტობრივად სამხედრო ბაზებიც აღარ აქვთ იქ. ეხლა როცა იცით მთავარი ამბავი, მოგცემთ ისტორიულ კონტექსტს, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ გაიგებთ სირიაში ცვლილებების მასშტაბს. ვეცდები ყველაფერი მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ. ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი ტარტუსში არის რუსეთის ერთადერთი საზღვაო სამხედრო ბაზა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელიც არსებობს 1971 წლიდან. ანუ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. 2017 წელს. წელს მოსკოვმა და დამასკომ ბაშარ ასადის ხელმძღვანელობით შეთანხმდნენ, რომ ამ ობიექტებზე რუსეთის არმია 59 წლის განმავლობაში განთავსდებოდა. ანუ 2066 წლამდე. პორტი აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთის სამხედრო ოპერაციის დროს სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარეს მებრძოლი ჯარების უზრუნველყოფისთვის.
2024 წლის დეკემბერში შეიარაღებული ჯგუფები, რაც უკვე აღარ არის საიდუმლო, თურქეთის მხარდაჭერით ბაშარ ასადი დაამხეს და ყოფილმა პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა. გაიქცა და თავშესაფარი მიიღო რუსეთში. ახალი სირიის ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობდა აჰმედ აშ-აშარი, არ გამორიცხავდა რუსეთის სამხედრო ბაზების შენარჩუნებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამასკო ამით სარგებელს მიიღებდა. ანუ ის პირდაპირ ამბობდა, რომ შეიძლება შევთანხმდეთ, შეიძლება არა. ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტის მელოდი ვლადიმირ პუტინის პრესდივანი დმიტრი პესკოვი, მაშინ იქ 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ ბინძური რუსების სამხედრო ყოფნა ხმეიმიმსა და ტარტუსში გახდება, ციტატა, სერიოზული საუბრის საგანი ახალ სირიის მთავრობასთან. ხოდა, მაშინაც კი ისინი ცდილობდნენ იქ დაშინებას, თქვენს ჩვენ კიდევ ვნახავთ. იმაზე, რომ სირიის გარდამავალ ადმინისტრაციას სურს შეცვალოს ხმეიმიმის ავიაბაზის სტატუსი, გადააქციოს იგი სასწავლო და ჰუმანიტარულ პუნქტად. ჯერ კიდევ აპრილში იუწყებოდნენ. ანუ, ესე იგი, ეხლანდელი მემორანდუმი თითქმის ერთწლიანი ახალი ხელისუფლების ზეწოლის შედეგი გახდა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი დააკარგავს კონტროლს სამხედრო ბაზებზე, მაგრამ შეინარჩუნებს სამხედრო ოფნას სირიაში. ეს შეიძლება ეწოდოს ამ დაქირავებული სპეციალისტების სტატუსს, რომლებიც ფაქტობრივად ძალიან შეზღუდული უფლებები აქვთ. რატო? იმიტომ რომ რუსი სამხედროები, აი ფიზიკურად ეს რუსი ივანები, ისინი რჩებიან ობიექტებზე, მაგრამ ამ ობიექტებზეც უკვე აღარ ისინი, არამედ სირიული მხარე მართავს. ანუ, უბრალოდ, როგორც რომ მათ უფლება მისცეს იქ ყოფნის, მაგრამ ისინი აღარ მართავენ ამ სამხედრო ბაზებს. ამასთან, თავად იურიდიული საფუძველი, აი სწორედ ის ხელშეკრულება იჯარაზე 2066 წლამდე. ფორმალურად ჯერ არ გაუქმებულა. უბრალოდ ის გადაფორმატდა ახალი მემორანდუმის მეშვეობით. ანუ, უბრალოდ წერია, რომ რუსებს შეუძლიათ იქ ყოფნა, მაგრამ ეს აღარ არის მათი სამხედრო ბაზა. და ამ ეტაპზე ალბათ გაგიჩნდათ კითხვა. მოისმინეთ, რატო არ შეუძლია დამასკოს უბრალოდ აიღოს და საბოლოოდ გააძევოს რუსეთი? თუმცა აშკარად ამისკენ ისტრაფვის. აშკარაა, რომ სირიის ახალი ხელისუფლება ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთის გავლენა საკუთარ ქვეყანაში. მას რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ აიყვანონ და გააგდონ ეს გაურეცხავი რუსები საკუთარი ტერიტორიიდან? თითქოს ყველა შეთანხმება შეიძლება გააუქმონ. იგივე იჯარის ხელშეკრულება 2066 წლამდე რეალურად შეიძლება გაუქმდეს. რატომ? იმიტომ რომ ამ ხელშეკრულებას ხელს აწევდა ბაშარ ასადის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც გაიქცა და ეხლა მოსკოვში ზის. ყველაფერი გააუქმეს ხელშეკრულება და დაივიწყეს. თანაც დასავლეთი ეხლა აშკარად დაეხმარებოდა ახალ პრეზიდენტს რუსების გაძევებაში. ასე რომ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. სირია დღემდე კრიტიკულად დამოკიდებულია რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე. მათი შეცვლა მყისიერად ფიზიკურად შეუძლებელია. და აქ მნიშვნელოვანია ითქვას, ამ თემის დაკავშირება სხვა ისტორიასთან, რომელსაც ჩვენ უკვე განვიხილავდით ამ YouTube არხზე, აი სულ რამდენიმე დღის წინ ამ YouTube არხზე ეს თემა განვიხილეთ, მაგრამ აქ საჭიროა მისი გამეორება და ამ თემასთან დაკავშირება. ანუ, რუსების სამხედრო ბაზების გადაფორმატება სირიაში. საქმე იმაშია, რომ პარალელურად ბაზების შესახებ მოლაპარაკებებთან რუსებთან სირია ცალკე ვაჭრობს აშშ-დან ბოლო მსხვილი სანქციების მოხსნაზე. ეს არის სირიის ამოღება ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან. სადაც დამასკო ჯერ კიდევ 1979 წელს შეიყვანეს და რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ერთადერთი მსხვილი სანქცია. ამ დიალოგის ფარგლებში ვაშინგტონმა დამასკოსმა და რბილად რო ვთქვათ, მნიშვნელოვნად შეემცირებინა რუსეთის ნავთობის იმპორტი და მიიღო ესეთი ვალდებულება. ანუ სირიამ თქვა, საერთოდ არ არის პრობლემა. ჩვენ საერთოდ შეგვიძლია სრულად უარი ვთქვათ რუსეთის ნავთობს. ფორმალურად აშშ არ დათანხმდა. ამას პირდაპირ წინასწარ პირობად აყენებდნენ სანქციების მოხსნისთვის. მაგრამ სირიული წყაროს თქმით, ამერიკელებმა მიანიშნეს, რუსეთის ნავთობის შეძენის შეწყვეტა გააზრდის შანსებს, რომ სწრაფად და გართულებების გარეშე გაუქმდეს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო სტატუსი. და იმ მთავარი დეტალი, რომელიც ხსნის თავად ამ დამოკიდებულების ბუნებას რუსეთის ნავთობზე. სირია დამოკიდებულია რუსეთის ნავთობზე, არა თავისინებით, არამედ აუცილებლობისა და იმ გარემოებების გამო, რომლებიც შექმნა წინა რეჟიმმა ბაშარ ასადის ხელმძღვანელობით. სირიის ჩინოვნიკები პირდაპირ ითხოვენ, რომ ჯერ მათთვის სანქციები მოეხსნათ. რისთვის? იმისთვის, რომ რესპუბლიკამ შეძლოს ალტერნატიული მომწოდებლების პოვნა, ან საკუთარი ნავთობის მოპოვების ალტერნატივის მოძებნა. ანუ ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე. ნავთობი უკვე ახლა სჭირდებათ, მაგრამ სხვა მომწოდებლების პოვნა სანქციების მოხსნის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
დარჩება მხოლოდ რუსეთი, რომელიც ამ ნავთობს აწვდის. ამასთან დამასკო რეალურად აჩვენებს დივერსიფიკაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. სირიის ხელისუფლება უკვე ეძებს ახალ მომწოდებლებს და როგორც განაცხადეს, ელოდებიან რადიკალურ ცვლილებებს. ეხლა ყველაზე საინტერესო ნაწილი. გასულ თვეში ფრანგული კომპანია Total Energies განიხილავდა კონტრაქტს შელფზე საბადოების კვლევაზე. ხოლო ივნისში სირიამ გააფორმა შეთანხმება ამერიკელებთან, ამერიკულ კომპანიებთან კანაკო ფილიპსი და ნოოტერა გაზის მოპოვების აღდგენაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისუფლად განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს დამასკოს მიიზიდოს სანდო კორპორატიული პარტნიორები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკული ბიზნესი. და ელოდება სირიისგან სანქციების რეჟიმის დაცვას რუსეთის წინააღმდეგ. დამასკოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დათბობის კონტექსტიც საჩვენებელია. რადგან ეს დათბობა დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში 2025 წლის ნოემბერში. და მაშინ აშშ-მ ამოიღო გარდამავალი პერიოდის ამჟამინდელი პრეზიდენტი აჰმედ აშაშარი საკუთარი სანქციური სიიდან და ნაწილობრივ მოხსნა შეზღუდვები დამასკოზე. გახსენებთ, რომ აშაშარი სირიაში თითქმის ნომერ პირველი ტერორისტი იყო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისი დაჭერისთვის $10 მილიონ ჯილდოც კი დააწესა. შემდეგ ეს ყველაფერი გააუქმეს. ეხლა მასთან პირდაპირ დიალოგს აწარმოებენ. და თუ ამ ორ პაზლს ერთად დავდებთ, სრულ სურათს დავინახავთ. ფორმალურად სირიამ მთავარი სიმბოლური შედეგი მიიღო. რუსეთის სამხედრო ბაზების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კონტროლი მას გადაეცემა. და თავად ობიექტები აღარ იქნება მხოლოდ რუსების სამხედრო ბაზები ძველი მნიშვნელობით, მაგრამ რუსეთისგან სრული რეალური დამოუკიდებლობა ჯერჯერობით ორ მიზეზის გამო მიუღწეველია. პირველ რიგში იურიდიულად ტარტუსის ბაზა რუსეთს ეკუთვნის, იჯარის ხელშეკრულებით 2066 წლამდე. ახალი მემორანდუმი მხოლოდ მართვის სისტემას ცვლის და თავად დოკუმენტს არ აუქმებს, თუმცა დიდი სურვილის შემთხვევაში სირიამ შეიძლება იპოვოს მიზეზი ამ ხელშეკრულების გასაწყვეტად. მეორე მხრივ, ეკონომიკურად სირიას ფიზიკურად არ შეუძლია ამ ეტაპზე უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ახალ მომწოდებლებზე გადასვლა, იქნება ეს Total Energies მეშვეობით, კანაკო ფილიპსის ან სხვა დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დროს საჭიროებს. და ამ დროს დამასკო იღებს მხოლოდ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, რომლებიც თავის მხრივ ნაწილობრივ განპირობებულია მზადყოფნით შეამციროს ნავთობის შესყიდვები მოსკოვისგან. ანუ ეს კვანძი ჯერ კიდევ გასახსნელია. ამგვარად იქნება ასეთი ბმა, სადაც დამასკოს ყოველი ნაბიჯი დასავლეთისკენ დროში სინქრონიზებულია რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლასთან ერთდროულად ორ ფრონტზე, სამხედრო და ენერგეტიკულზე. მაგრამ სრული გაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ეტაპობრივად. ჯერ სანქციები იხსნება, შემდეგ სირიისთვის ნავთობის ალტერნატიული მომწოდებლები იძებნება და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთის სამხედრო ყოფნა, რომელიც დღეს უკვე მოკლებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სრულფასოვანი სტატუსს. საბოლოოდ შეიძლება ორივე მხარესთვის აზრს დაკარგოს, პირველ რიგში კი სირიისთვის. ასე რომ სირია აშკარად სწორმემართულებით მიდის და გაურეცხავ გავალურებულ რუსებს, მე ვფიქრობ, მალე საბოლოოდ გააგდებენ ამ რეგიონიდან. აქ მრავალ წერტილს დავშომ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბუმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა, იზუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.